წინა საახალწლო პერიოდის სასწავლების დროა. თუმცა ყველაზე დიდი სასწაული ისევ ადამიანების მიერ გაკეთებული სიკეთეა. ამ ვიდეოში ნახავთ როგორ შევძელით მე და ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა გამომწერებმა და ნადირობის არხის უმაგრესმა ჯგუფმა ერთი ოჯახისთვის საახალწლო დღეების გაფერადება. ჩვენ მათთან მივიტანეთ ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ. საკვები პროდუქტები, საჭირო ტექნიკა და რაც მთავარია ნაძვის ხე, იმედისა და სადღესასწაულო განწყობის სიმბოლო. ეს ჩვენი ვიდეოების სერიის დასკვნითი, მესამე ნაწილია. მინდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი დამსახურება. თქვენმა ჩართულობამ და აქტიურობამ მოგცა ძალა, რომ ხმა მიგვეწვდინა მათთვის, ვისაც დახმარება შეეძლო. ახლა კი გთხოვთ, ბოლომდე ადევნოთ თვალი ამ ვიდეოს, რადგან ეს ყველაფერი თქვენი დამსახურება. უყურეთ ბოლომდე და დაინახეთ ის სიკეთე, რომელიც ჩვენ ერთად შევძლებთ. მოგესალმებით, მეგობრებო. ეს მესამე ნაწილს ვიღებთ, რაც დავიწყეთ სოფელ ორმეთში, მრავალშვილიან ოჯახში. ჩემმა მაყურებელმა და მეგობრებმა გაიცნო ამაზე და საყვარელი ბავშვები, ვისაც ვეხმარებით უკვე. რამოდენიმე თვეა უკვე ამ ოჯახთან ვართ კომუნიკაციაში და მისვლა-მოსვლაში. ვისაც არ გაქვთ ბოლო ვიდეო ნანახი, აი აქ ამოვარდება ეხლა და გადადით ნახეთ. ესე იგი, შეგვეხმიანა ძალიან მაგარი ადამიანები. მე არაერთხელ ვარ შენახვედრი ამ ადამიანებთან, ვინც არიცით აუცილებლად ადექით და გადადით ამ არხზე. აი აქ გაჩვენებთ რომელი არხი არის, ნადირობის არხი არის. ქართველები ძალიან ჯიგარი, მაგარი ადამიანები, რომლებიც არა მარტო საქართველოში საზღვარგარეთაც დადიან და ნადირობენ და ძალიან საინტერესო ვიდეოებს იღებენ და ძალიან მაგარი კონტენტი აქვთ რა. ამ ადამიანებმა გამოთქვენ სურვილი, რომ ჩამოსულიყვნენ ჩვენთან. ნოჯერ დამირეკეს და მითხრეს, რომ საახალწლო ქონდაო სურვილიო, რომ ვიღაც გაგვეხარებინაო რა, ანუ ვიღაც ოჯახი, ან ადამიანები, ან ბავშვთა სახლი, ან ასე შემდეგ რა. ჩვენი ვიდეო რადგან ნახეს და ჩვენი ვიდეო რადგან ბავშვების ვეხმარებით და ოჯახს ვეხმარებით, გაუხარდათ და სურვილი გამოთქვენ, რომ ჩამოსულიყვნენ ჩვენთან და გამოთქვეს სურვილი, რომ ჩვენც გვინდაო დავეხმაროთო მაგ პატარებსო, საახალწლო განწყობა შევუქმნათო, თირედით დავასაჩუქროთო და შევთანხმდით, რომ ერთად დავსულიყავით რა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ბიჭებს რა. მარლენი, გოგა, ძალიან მაგარი ადამიანები არიან. აუცილებლად გაიცნობთ თქვენ არხზე და მათი არხიც გამოიწერეთ რა. სანამ ზურგეთში ჩამოვიდოდი, ცივარი ავიტანე, საბნები, ბალიშები, რაღაცეები ესე ადამიანებმა ჩვენ ოპერატორ ძმას ჯაბას მიცა თავისმა მეგობრებმა, ახლობლებმა საბნები, ბალიშები, ტანსაცმელები, სათამაშოები და ასე შემდეგ. მეც გამომატანეს კიდე რაღაც შეგროვებული, რაღაცები დაუტოვე. კიდევ მაქვს ერთი შეკვრა ტანსაცმელები თბილისიდან გამომიგზავნა TikTok-ზე შემეხმიანა ერთ-ერთმა კარგმა ადამიანმა, სახელიც არ ვიცი, გვარიც არ ვიცი და TikTok-ზე მომწერა და გამომიგზავნა ამანათი სახით და უნდა აუტანო ეგეც. მაცივარი დავტოვეთ. TikTok-ზე მითითებული მაქვს მე ლინკი KISA.G არის რა და მანდ ადამიანებს ვისაც რა საშუალება აქვს 50 ლარი, ზოგი 25 ლარს რიცხავს, ზოგი 20 ლარს რიცხავს, არ აქვს მნიშვნელობა. ვისაც რა საშუალება აქვს, მაგ ლინკზე შემოდიან და ადონატებენ და მე ყველას SMS-ი მომდის რამდენი და რაღაცა და ჭერი ვიყიდეთ, მასალა ვიყიდეთ, ჭერი გაკრული არის, წეღარაც ვნახე, იმას გაკრას ყვა უნდა, რაღაცეები უნდა, მაგის საშუალებებიც არის ყველაფერი და რაღაც თანხა მაქვს დარჩენილი, სადღაც 300-400 ლარის ფარგლებში კიდე ამ TikTok-ზე დადონატებული პატარ-პატარა თანხები შეკრული და დღეს ვიყიდით ტკბილეულობებს, ბავშვები გავახაროთ, ავიდეთ კიდე, ჩავეხუტოთ, ბიჭებიც ჩამოვლენ, გაეცნობით კიდე რა ხდება და როგორ ხდება რა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველა იმ ადამიანს, ვინც ელემენტარული აი ამ პატარების ღიმილის მიზეზი ხართ და ამ პატარებს ახარებთ რა. არა აქვს მნიშვნელობა, ლაიქი, გაზიარება, არხის გამოწერა, ცდელობა იმისა, რომ თქვენი გაზიარებული ვიდეო რომ სხვამაც ნახოს და ამაში მონაწილეობა გაქვთ მიღებული, ესეც ჩათვალეთ, რომ ძალიან დიდი საქმიანი და აი ამ პატარების გახარებაში წვლილი გაქვს შეტანილი რა. რაც შეეხება წინა ვიდეოში ნათქვამ TikTok ედიტორის გამარჯვებულები მყავს 3 ადამიანი და შემდეგ ვიდეოში აუცილებლად ყველას დაგერიცხებათ კუთვნილი თანხები, რაც დავასახელე რა. ამ ვიდეოდან ვინც იქნება ედიტორები, მომნიშნეთ აუცილებლად და შემდეგ ვიდეოშიც იქნება კიდე გათამაშება თქვენზე რა. საუკეთესო ედიტორს გადავცემ 150-ს, 100-ს, მეორე ადგილზე და მესამე ადგილზე 50-ს. მეტი საშუალება არ არის. ფული არ არის, სპონსორები არ არის. თუ ამ ვიდეოს ნახავ, თუ ამ ვიდეოს შემდეგ გაგიჩნდება ოდნავ მაინც სურვილი, რომ ვინმე გაახარო, ერთი პატარა ფოტო Instagram-ზე გადაიღერო, დღეს შენ ამ ადამიანს ბედნიერება აჩუქე, დღეს შენ ამ ადამიანს პოზიტივი აჩუქე და მოგნიშნე რა.
ან TikTok-ზე, ან Instagram-ზე, ან Facebook-ზე. არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან დიდი მადლობას გეტყვით ყველას. TikTok-ზე ერთმა ადამიანმა ჩაწერა ჩემზე ვიდეო, სადაც მე ვსაუბრობ, რომ და კიდევ ვინც იმას იძახით, რომ თუ სიკეთეს აკეთებ, კამერა ამისთვის საჭირო არ არის. ბოდიშით და გაიარეთ თქვენს გზაზე. ძალიან გთხოვთ. მე რომ კამერების გარეშე ვაკეთებ, იმის 1% არ გადარწმუნებულა გაკეთებული რა. ეგ ვიდეო დამიდეს TikTok-ზე, რომ ამ ადამიანს არ დაუჯეროთო ჩემზე იძახის, ну რაღაც არანაირი პირადულიო, არც ჩემგან არანაირი პირადული შენს მიმართ და არანაირი ინტერესი. რა არის იცი უბრალოდ ვიდეოს იმიტომ ვიღებთ, კიდე ერთხელ ვიძახი. ვიდეოს რომ ვიღებ, ეს ვიდეო არის საშუალება იმის, რომ მე ვისთანაც მივედი და დავეხმარე, სხვამაც ნახა, გაიგე და მივიდა და იმანაც დაეხმარა იმას, გაიგე? ჩემი ვიდეოს საშუალებით ამ 5 ბავშვს, ჩემი ვიდეოს საშუალებით, მე რო ვიდეო გადავიღე და დავდი. ფანჯრები შეეცვალა, მეტალობას მასები ჩაისო. ჭერი საშინელ მდგომარეობაში იყო და მასალა ავიტანეთ, ვიყიდეთ, მე რა ვიყიდე ხალხმა, ვინც ნახა ვიდეო იმ ხალხმა. ჭერი გამოიცვალე, გააკეთეს. საპირფარეშოს გასაკეთებელი მასალა იყიდა ხალხმა ვიდეოს საშუალებით, რომელიც გადავიღე. შენ მოგმართავ პირადად, ვინც ხალხს ეუბნები, რომ არ დაუჯეროთ ამ ადამიანს სიკეთის კეთებას არასწორად ფორმულირებსო. მე რომ მილიონერი ვიყო, არც ვიდეოს არ გადავიღებდი, არც არსად არ გამოჩნდებოდი, მაგარი ფულიანე ვიყო. დამიჯერეთ, რომ იმდენ რაღაცას გავაკეთებდი ჩუმად, რო არ გამოჩენილიყავი და რო არ გადამეღო, რომ ვერც დაითვლიდა ხალხი. თავარი ღმერთი დაიახავდა, ხო და ბევრი ადამიანი არის, ესე ვიდეოებს იღებენ. ვიდეო რო არ გადაიღოს, დანტესი. ვიდეო რო არ გადაიღოს მაგ ადამიანმა, რანაირად გააგებინოს იმ ადამიანებს, ვისაც აქვს საშუალება, რომ დაეხმარონ, კაც თურქეთში დაყავს ხალხი ოპერაციებს უკეთებს. რანაირად გააგებინოს, ვისაც საშუალება აქვს იმ ადამიანს, რომ რაღაცა სოფელში ვიღაცა გოგოს სჭირდება ოპერაცია, რომლის ოპერაციის მერეც შეიცვლება მთელი მისი ცხოვრება. რანაირად გააგებიოს თუ ვიდეო არ გადაიღო. რატო გაქვთ პრეტენზია ამ ვიდეოს გადაღებასთან დაკავშირებით? მე იმას ხომ არ ვიძახი, რომ აი, ხალხო, ნახეთ სიკეთე გავაკეთე, ნახეთ ხალხს ვეხმარები. ამას ხო არ ვიძახი. მე ვიძახ მიანებო იმას, რომ აი ამას სჭირდება დახმარება, აი ამას სჭირდება ეს, ვისაც რა საშუალება გაქვთ, შეგიძლიათ დაეხმაროთ. მარტივი გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ არ გინდათ რომ გაიგოთ და თუ არ გინდათ რომ გაიგოთ, ეგ ჩემი პრობლემა არ არის რა. ჩემებმა, ჩემმა მომწერებმა, ჩემმა ადამიანებმა ყველა მიცის, ვინ რას როგორ აკეთებს. გამიგეთ? წლებია უკვე მე ამ მარათონში ვარ და წლებია რომ ჩემს გამომწერებთან ერთად ამას ვაკეთებ და ჩემი გამომწერები მენდოვა რა. ვისაც განსხვავებული აზრი გაქვთ ამასთან დაკავშირებით, რომ ვიდეო არ უნდა გადავიღოთ, ხო? ბოდიშით და გაიარეთ თქვენ გზაზე კიდევ ერთხელ. კიდე ჩამიწერეთ TikTok-ზე ვიდეო, მე პრეტენზია არ მაქვს, არ შემაგინოთ, რამე არ გავლანძღოთ, აი ამის ასე და ასე ვარ თქვა, თავარი. დანარჩენი არ მაინტერესებს რა სიტყვით გაქვს. ყველას თქვენი აზრი გაქვთ, პატივს ვცემთ თქვენს აზრს. მადლობა დიდი ყურადღებისთვის. მე ჩემსას ვაკეთებ და ჩემმა ხალხმაც იციან და ადამიანებმა იციან, რომ რასთან როგორ ვაკეთებ. ასე რომ წავედით ახლა დავეულოთ, შევხვდეთ მარლენს და გოგას, კაი ხალხს და დანარჩენს მაღაზიაში გავიაროთ, მე რაღაცა ვიყიდოთ და წავიდით რა. Agora crocos კრეკერებია ზო. Crocო ბევრი YouTubers ასპონსორებს და ჩვენც რო დაგვასპონსოროს და თქვენი სნეკებს ახლა ვიყიდი, მაგრამ რო გვაჩუქოთ ხოლმე და ასე შემდეგ. ხო, აი იქნება ბანებს მიუტანს. ავახარებთ crocos კრეკერებით. დაგა ჩელენჯი. რამდენის იქნება? 320 ლარი. 20 ლარი დიაპაზონი. ან ზეით აკვეთ. 320, 340-მდე თუ იქნება, მოგებული ხარ. 300 ქვევი თუ იქნება, წაგებული ხარ. თუ არ იქნება და შენ მასზე ვასწავს. ანუ შევხვდეს.
Instagram ჯგუფში community ვინც ვართ, თქვენი დარიცხული ფული. რაც იყო დარჩენილი, მასალა უყიდეთ და რაღაცები ვიყიდეთ კიდე აგერო. საქართველოს მოგესალმებით ოზურგეთიდან ამ ჯერზე და მიზეზი მინდა გავუწყოთ ჩვენს მეგობარს პატოს აქვს გადასარევი საქმე გაკეთებული, ღვთის საქმე აქვს ფაქტიურად გაკეთებული და მოდი ჩემო გოგა ვთქვათ რამ მოგვიყვანა აქ. რამ მოგვიყვანა და ქველმოქმედება კაცთა შორის სიყვარულმა და გვერდში დგომის სურვილმა. რა როგორც შენ აღნიშნე პატოს ბევრი კარგი საქმეა გაკეთებული და ერთ-ერთ მის კლიპს გადავაწყდით, ასე ვთქვათ, ინტერნეტში, სადაც შველას ითხოვდა მრავალშვილიანი ოჯახი გურიაში, საკმაოდ გაჭირებულ მდგომარეობაში მყოფ. ძალიან რთული არის ყველა ესეც გამოეხმაურო ადამიანის საშუალება არ ეგაქვს, მაგრამ რაღაცა გულმა აქეთკენ გამოგვიწია მალე მე და შენ და გადავწყვეტეთ, რომ დავკავშირებოდით ამ კაცს და დავხმარებოდით ამ პატარებს. საახალწლოდ თან. წინა საახალწლო განწყობა ყველას ესაჭიროება ხალხმა და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ პატარა, მაგრამ შეიძლება სიკეთე აკეთოს ადამიანმა, რომელიც რა თქმა უნდა გულს გაუხარებს ოჯახს. წავიდეთ დავიძრათ და ერთი კაი ლამაზი საჩუქარი გავუკეთოთ ამაზე. წავალთ, მოდი კიდევ ვიტყვი. რა სიმართლე გითხრათ, მე და მანებს ჰქონდა იმისი განცდა, რომ ღირდა თუ არა ყველაფრის ამის გადაღება და დაპიარება, ასე ვთქვათ, რა, მაგრამ ბოლოს მივედით იმ დასკვნამდე, რომ არ დაეპიარებინა უხეში სიტყვა არის დაპიარება, რომ ხდება აზრის მაყურებელი. პატოს ჩვენ ამას ვერ გავიგებდით, რა და ვიხემძღვანელოთ იმ ფორმულით, რომ სიკეთე გადამდები არის, რა. მიუტანოთ ის საჩუქრები, რასაც საჭიროდ ჩავთვლით და გონია რომ პატარებს გავახარებთ საახალწლოდ. ასევე წავიღოთ ისაც ოჯახს დაჭირდება საყოფაცხოვრებო ნივთები და პრინციპში დარწმუნებული ვარ რომ არც საკვებზე გვეტყვია ნუარს და მე ერთი კითხვა მაქვს პატოსთან რა შენ თვითონ ეს ამბავი საიდან გაიგე? მეც ესე ვიდეოთი გავიგე. ამ ოჯახის მეზობელს ქონდა დადებული TikTok-ზე რა და ჩამიგდო ჩემო მეგობარმა რა. ნუ ბევრმა ჩამიგდო ეგ ვიდეო და მაგ ვიდეოს რო უყურე ბავშვები რო დავინახე მორჩი. ორი თვეა უკვე მაგ ოჯახში. ვიდეოს გადაღება ცოტა მურტალი მომენტი არის რა, ისე აკეთე სიკეთეო ხო გადაღების გარეშე, მაგრამ ეს გადაღება ემსახურება ხალხმა იმას, რომ მსგავსი ოჯახები ძალიან ბევრია საქართველოში, დარწმუნებული ვარ და თუ ვინმეს გეგულება თქვენს გვერდზე ესეთი გაჭირვებული, უბრალოდ შეძლებს დაგვარად ფული გაუხაროთ. ეს ერთ რო უცებრობა გავაგზელო ბევრი. იმ ვიდეოს წყალობით ხომ მე გავიგე. მე გადავიღე მეტალო პლასმასები შეიცვალა, ჭერი გარემონტო და 1000-მა ადამიანმა ტანსაცმელები, სათამაშოები. ხო, რა და მიუტანეს ბიჭო ამ ზამთარში. ფეჩი ბიჭებმა წარმოგიგენია უფეთო. ფეჩი, შეშა, 1000 რაღაცეები გაკეთდა, ეხლა ვიდეოს წყალობით და. ეხლა მე ვიცი რომ საერთოდ მანქანა არა. არა, ხო და თქვენი წყალობით ეკნებათ მალე. დედას საშუალება ექნება რომ 5 ბავშვს ტანსაცმელები კომფორტულად გაურეცხოს რა. რითი შეგვეძლება არხი, ნადირობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ყველა ჩვენი ახლობელი შევეცდებით გვერდში გავუშვათ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. წავედით. ჩვენ უკვე ოჯახში ვართ. ავიტანეთ ყველა საჭირო პროდუქტი და ის სარეცხი მანქანა, რომელიც გოგამ და მარლენიმ შეიძინა. თუმცა ყველაზე მეტად გარემო ნაძვის ხემს შეცვალა. მაგრამ ნახე ახლა საახალწლო საჩუქრები მე ვიცი რომ ნაძვის ხის ქვეშ უნდა დაიდოს ხოლმე. არ ნაძვის ხე სახში? არა. აი მამამი გოცდები გვაქვს. სად გვაქვს ნაძვის ხე? ბატონო თოკო. აი მანდარის ყუთი, აი კოკა-კოლა და ზევიდა. მითქვა რომ ნაძვის ხე არ გვაქვს. არავის არ უთქვამს ეგეთი რამე. რაფერ გეიგებდა აი ხალხი ახლა ვიდეოს გარეშე ამას. ვერ გეიგებდა ძმა. ჩვენი რაღაცეებიცაა გადმოსალაგებელი, ხო? ჩვენი ახლა იგენის ჩვენი რამ გაყო ერთად ვართ. ნელა მე შევზო. სახლში ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შევიტანეთ და ბავშვებს ეს დღეს ღაპრად უწიეთ. ეს ვიდეო არის მესამე, ფინალური ნაწილი და უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს. ყოველი ლაიქისთვის, კომენტარისთვის და გაზიარებისთვის.
სწორედ თქვენი აქტიურობა იმის მიზეზი, რომ დღეს ამ ოჯახის დღე გალამაზდა. გვახსოვდეს, სიკეთის გაკეთება არ არის დიდი ძალისხმევა. საკმარისია ერთი პატარა ნაბიჯი. უღრმეს მადლობას ვეთქვი პირველ რიგში პატას და შემდეგში ყველა თქვენთაგანს. რომ ამ ოჯახს უდგანხართ გვერდში და უხალისებთ ახალეს. აი ამ ოჯახს პირველად უზენდება ესეთი ბედნიერი ახალი წელი. რა კარგად გამიგეთ? რასაც ვიძახი, ესეთი საჩუქრები, ესეთი სათამაშოები ამ ბავშვს არ ქონია. ვეცადე. აიხარეთ, დიდი მადლობა რავალ ახალ წლებს, რავალ კაი დღეებს. აიხარეთ. ყველას ერთად და ყველას გენაცვალეთ გულში და მე თქვენ გვერდში მიგულეთ. სიკეთე აშკარად რა თქმა გადააჭრა. უნდა, გაიხარეთ და აგერვა მე თქვენ გვერდში და გენაცვალეთ და შევხვდებით კიდევ და შემოგევ. ერთ დღეს კაიბური მოდემოთ გურიაში. აუცილებლად იქნება. ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ხშირად ავართავე აკეთებ. ხო და შემოგვიარეთ ბატამგი იცის ჩემი ნომერი და დამიკავშირდით და თქვენ გვერდში ვარ მე გენაცვალეთ. ბიჭებო კიდევ დიდი მადლობას გეტყვი ამ ოჯახის სახში. მე იმის თქმა მინდოდა რომ რახან გურიაში ვართ, რახან წინასა ახალწლო დღეები არის, რახან ესეთი დადებითი განწყობით ვართ. მთელ საქართველოს, ჩვენს მაყურებელს, ჩვენს გამომწერებს. ყველას მიულოცოთ დამდეგი ახალი წელი. გურიიდან გილოცავთ ხალხო მრავალს დაესწარით. გეხაროთ და გედღივზელოთ სულ ყველას მთელს საქართველოს. რახან გურიაში ვართ, კალანდო უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ ესენი მთლად ახალწელს არ ცნობენ, გაიგეთ? დამდეგ კალანდას მოგილოცავთ. რავალ კალანდობას. მე მინდა მადლობა გითხრათ ორთავეს თელ ჯგუფს თქვენსას და ძალიან გამიხარდა რომ დამიკავშირდნენ თავიდან და მითხრეს თქვენზე და სურვილი რომ გამოთქვით რა და მე ორმაგად მოხარული ვარ იმის რომ ნუ იმათ ჯინაზე ვისაც პრეტენზია აქვს ვიდეოს რატო იღებო იმათ ჯინაზე მოხარული ვარ ასმაგად რომ ის ვიდეოები რაც YouTube-ზე დავდევით თქვენამდე მოაღწია და გული აგიფეთქათ და ჩამოხვედით გულიაში რა ესია უფრო შენ რა ვერც გავიგებდით ვერანაირად რომ ეს ამბავი შველას საჭიროებდა. გაიხარეთ ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო მრავალს დაესწარით მეც შემოგიერთებით და მინდა გისურვოთ ოჯახებში ყვავი, ბარაკა, სიკეთე, უფლისყალობა და სიყვარული